დღეს პროკურატურას 6 მოწმე ყავდა რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში მოყვანილი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება, რომელიც მოვისმინეთ, ეს იყო კომპანია My GPS-ის წარმომადგენლის მიხეილ ჩაკაბარიას ჩვენება. მან ისაუბრა ტენდერზე, რომელშიც გაიმარჯვა და მეორე ეტაპზე უკვე აღნიშნული ტენდერი დაუხარვეს. სწორედ რომეო მიქაუტაძემ მას ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილესთან, რომელიც იმ დროისთვის ფილსერვის ჯგუფს ხელმძღვანელობდა და სწორედ რომეო მიქაუტაძის გადაწყვეტილებით შეწყდა ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიასთან. ამ კომპანიას უნდა მიეწოდებინათ ფილსერვისისთვის ლედ სანათები და რომეო მიქაუტაძემ განმარტა, რომ ჰქონდა პრობლემები იმ პროდუქციას, რომელიც მან მკვებ ტენდერის მეორე ეტაპზე წარადგინა. სწორედ ამის გამო შეწყდა ხელშეკრულება, თუმცა ამ კომპანიამ სასამართლოში იჩივლა, სარჩელი დაკმაყოფილდა და სახელმწიფოს 114,000 ზიანი მიადგა. სწორედ ამას ედავება ახლა გამოძიება რომეო მიქაუტაძეს. კიდევ დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათი ნაწილი იყვნენ მიქაუტაძეების ოჯახთან დაახლოებული პირები, რომლებიც სხვადასხვა წლებში მუშაობდნენ იმ კომპანიებში თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, რომელშიც თავად რომეო მიქაუტაძე მუშაობდა. ეს ადამიანები ადასტურებდნენ, რომ სხვადასხვა დროს დიდი ოდენობის თანხები ირიცხებოდა მათ ანგარიშებზე რომეო მიქაუტაძისგან, რომელსაც შემდეგ მას ისევ უბრუნებდნენ. 2019 წელს ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც კომპანიამ გაიმარჯვა. ნიმუში წარვადგინეთ, რის შემდეგაც ხელშეკრულება გაფორმდა. მეორე ეტაპზე, როცა მივაწოდეთ უკვე თბილ სერვის ლედ სანათები, პრობლემა შეიქმნა. გვითხრეს, რომ სანათი მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. გავასაჩივრეთ სასამართლოში და დადგინდა, რომ სანათს რეალურად არ ჰქონდა პრობლემა. 400,000 ლარზე მეტის ტენდერი იყო. თითქოს სანათის წონა იყო პრობლემა. ავუხსენი ყველაფერი, თუმცა წერილი მომივიდა, რომ სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა. ამის გამო წავედი სასამართლოში. სატენდერო პირობებს ეს არ შეესაბამება. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს პრობლემა არაა, მაგრამ აქ ასე წერია და რა ვქნაო, რომეომ მითხრა. ეს საკითხები როცა წამოიჭრა, არავისთან ქონიათ კომუნიკაცია, რომ ქართულ ჯიგრულ პონჩი ჩემთან ეს მოგეგვარებინათ? არა. ვმუშაობდი თბილ სერვისში, შემდეგ გადავედი ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა რადგან თბილ სერვისში უფრო მაღალი ხელფასი მქონდა, ბატონი რომეო შემპირდა, რომ ხელფასის დანაკლის თავად ამინაზღაურებდა და ყოველთვიურად ამ თანხას მისი მძღოლის, გიორგი საკანდელიძის მეშვეობით მაძლევდა. ფულს ძირითადად მირიცხავდა, ხელზეც მოუცია. ეს ხდებოდა 2022-2024 წლებში, როდესაც ჩემი კომპანია დავაარსე, რომეო მიქაუტაძე აფინანსებდა მას. ამ დროს საჯარო მოხელე აღარ იყო. ზაჰესში მუშაობდი 2007-ში, საქმრუს ენერგოში 2016-დან 2020-მდე. მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ვიყავი. თბილ სერვისში გადავედი 2020-ის ბოლოს. რომეო როცა გადადიოდა სხვა კომპანიებში, მეც მაშინ ვიცვლიდი სამსახურს. პერიოდულად ვსესხულობდი თანხებს რომეოსგან. ჯამში 180,000-ზე მეტია გადარიცხული. სავარაუდოდ ნასესხებ თანხებს ვუბრუნებდი უკან. ვინ იყო ის პიროვნება, ვინც სავარაუდოდ ჩაკაბერიას, ვისაც მიმართა ჩაკაბერიამ და ვისი მეშვეობითაც ცდილობდა, რომ რომეო მიქაუტაძესთან დაელაგებინა სავარაუდოდ კანონის გვერდის ავლით ტენდერში გაჩენილი პრობლემები. ეს კითხვა დღეს ჩვენ დავუსვით მიქაუტაძის ადვოკატს. ინტერესების დამცველმა თქვა, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ეგრეთ წოდებული შუამავალი, ეს არ გამოვიდა, რადგან საბოლოოდ საქმე სასამართლოში წავიდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ წარდგენილი 3 ბრალდება და 9 ეპიზოდი, რომელიც აქვს რომეო მიქაუტაძეს, დასტურდება ყველა იმ მტკიცებულებით, რომელიც საქმეში დევს, მათ შორის ის 116 მოწმე, რომელიც გამოძიების ეტაპზე არის გამოკითხული სხვადასხვა დროს, ადასტურებს სწორედ იმას, რომ დიდი ოდენობით თანხების უკანონო შემოსავლის ლეგალიზება მოახდინა რომეო მიქაუტაძემ. თავის მხრივ დაცვის მხარე ამბობს, რომ დაახლოებით 9 მილიონი, რომლის გათეთრებასაც ედავება სახელმწიფო ბრალდება რომეო მიქაუტაძეს და რომლის გამოც მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, აბსოლუტურად დასაბუთებულია და ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მათ დღეს სასამართლოში წარადგინეს, სწორედ ამაზე მეტყველებს. ის რაზეც მოწმეები საუბრობენ, ასახული არ არის მის ბრალდებაში საერთოდ. ჩემთვისაც გაუგებარი არის ისთვის მოყავთ ის მოწმეები, რომლებიც უბრალოდ ამბობენ, ის ესხა გარკვეული თანხები და შემდეგ დაუბრუნა უკან. მე უფრო ყურადღებას გავამახვილებდი იმ რევიზიის
ის დასკვნაზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ დღეს სასამართლოში და რომელთაც დასტურდება, რომ 2007 წლიდან დღემდე რომელ მიქაუტაძის ოჯახს ლეგალური შემოსავალის სახით გააჩნდა დაახლოებით 15 მილიონი ლარი, რაც სრულად ფარავს იმ 8 მილიონი ნახევარს, რომლის ლეგალიზებასაც ედავებიან ბატონ რომეოს. ჩააკაბარია. ეს პირი ცდილობდა გვერდის აბლით ქართულ ჯიგრულ პონჩი მოგვარებას ბატონ რომეოსთან. თუ გაქვთ ინფორმაცია, რას გულისხმობდა შემთხვევაში ბრალდებული და ვისი მეშვეობით ცდილობდა ეს პიროვნება რომ მოეგვარებინა? არ მაქვს ესეთი ინფორმაცია, თუმცა ფაქტია, რომ თუ ის ცდილობდა, ეს ვერ მოახერხა გამომდინარე იქედან, რომ მე სასამართლოში იდავა. მან ცალსახად განმარტა რომეო მიქაუტაძის პასუხი, ანუ უარყოფითი პასუხი იმ პროდუქციის მიღებაზე განპირობებული იყო შესაბამისი სამსახურის ოქმით, რომლებმაც თავიანთ ოფისში მიუთითეს, რომ ის პროდუქცია, რაც მან მიაწოდა თბილისერვის, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს. ის სასამართლომ შესაძლოა საერთოდ იმიტომ დააკმაყოფილა ეს არცელი, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურები იყო დარღვეული და არა იმიტომ, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ თითქოს ის პროდუქცია შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რაც წაყენებული ჰქონდა. დროადო სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც თბილისერვის მიაწოდა ლედსანათები, რომელიც დაუსაბუთებლად რომეო მიქაუტაძის გადაწყვეტილებით არ იქნა მიღებული, რის შედეგადაც ზიანი მიადგა სახელმწიფოს, რადგან სასამართლომ დააკისრა თბილისერვის ჯგუფს 114,000 ლარის გადახდა დაზარალებული ბიზნესმენის მიმართ. ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც დღეს ასევე მისცა რომეო მიქაუტაძის წინააღმდეგ ჩვენება, იყო კომპანია Blueberry Labs დამფუძნებელი პირი, რომელმაც წლების წინ აღნიშნული კომპანიის წილი გაასხვისა ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეზე და მისი ჩვენებით დადასტურდა ის, როგორც მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის ყოფნის პარალელურად სწორედ ბიზნეს საქმიანობასაც ეწეოდა და აღნიშნულ კომპანიასაც ის მართავდა. რომეო მიქაუტაძის საქმეზე მტკიცებულებების გამო და მოწმეების დაკითხვა 26 ნოემბერს გაგრძელდება.